დაპირისპირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და სასულიერო პირები უნივერსიტეტთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც რამდენიმე ადამიანმა ერეკლე დეისაძის მხარდასაჭერად მისი წიგნის საიდუმლო სირობის დემონსტრაციულად ყიდვა დაიწყო და ამავე უნივერსიტეტის წინ გუშინ გამართულ აქციას ფაშიზმის გამოვლინება უწოდა. როდესაც შეხვლა დაიწყო ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა გადაღება დაიწყო და ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა გაიწია ლიბერალი ჟურნალისტზე გამოვესარჩლე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად უნივერსიტეტთან თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მათი უფროსი გიორგი გეგეჭკორი მივიდა. პოლიციამ კიდევ ერთი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უნივერსიტეტთან მისასვლელები ჩაკეტა და სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში აღარ შეუშვა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები კი მხოლოდ სასულიერო პირების მოწოდების შემდეგ დაიშალნენ. აქ მოხდა პროვოცირება კონფლიქტის აი ამ საშინელი წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გუშინ იყო საუბარი ტელევიზიების, სხვადასხვა არხით იყო და აქ იყო აქცია გამართული სტუდენტების. წიგნი, რომლის გამოც დაპირისპირება მოხდა აქციის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში აღარ იყო. ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია. ერეკლე დეისაძის საიდუმლო სირობის პრეზენტაცია სწორედ ილიას უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც ავტორი ამბობს, მასში ღიად არის საუბარი ტაბუდადებულ თემებზე. მე ძალიან მომწონს სხვისი ტრაგედიის კომედიად ქცევა და ამ წიგნში ეს მრავლად არის. პოეტი პაატა შამუგია იმ ადამიანების რიცხვშია, ვინც მიიჩნევს, რომ დაუშვებელია რაიმე სახის ლიტერატურის აკრძალვა. ამბობს, რომ ლიტერატურული და რელიგიური ეთიკა ერთმანეთისგან განსხვავდება. დეისაძის მოთხრობების კრებული კი არა რეალობას, არამედ ავტორის ფანტაზიას ეფუძნება. ლიტერატურათმცოდნეები, მკითხველები ამას უბრალოდ არ უნდა აქცევდნენ ყურადღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს სოფლიო ლიტერატურის 99%-ის ან განადგურება, ან უბრალოდ იგნორირება, ან აკრძალვა და ასე შემდეგ. აკრძალვა ჯერ ერთი ნებისმიერ შემთხვევაში არის წარმოუდგენლად საშინელი სიტუაცია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერეკლე დეისაძის მსგავსი ნაწარმოების გამოქვეყნების უფლებას კანონით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების პრინციპი აძლევს. ნაწილისთვის კი საიდუმლო სირობა მრწამსის შეურაცხყოფად რჩება.